კიდევ ერთი დრეა და საფრანგეთში კიდევ ერთი ისლამისტური შემთხვევა მოხდა. ამჯერად 3 ქალი მძიმედ დაშავდა, როდესაც გიჟი ადამიანი დანახელში დარბოდა. და რა თქმა უნდა, არსებობს ამ ყოველფრის ვიდეო კადრებიც. და რა თქმა უნდა, ის ყველაზე აბსურდულ მიზეზებს ასახელებს ამის გასაკეთებლად. ამ ქალებიდან ერთ-ერთი, როგორც ამბობენ, ორსული იყო, რაც ამ ამბავს კიდევ უფრო ამძიმებს. და ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად ცოტა მნიშვნელობა აქვს მათთვის ადამიანურ სიცოცხლეს. ანუ ნახეთ ვიდეო, სადაც ეს კაცი დარბის, კარგად დააკვირდით, სანამ თავდასხმას ჩაიდენს. შეხედეთ ამას. კარგი? აი ისიც. და შეგიძლიათ დაინახოთ მისი, ხედავთ რომ რაღაცას აფრიალებს. და კაცი ყვირის, კარგი, გამბლელებს აფრთხილებს, ამ კაცს მოერიდეთ, ვიდეოს კი თავად იღებს. ის შეიარაღებულია ფრთხილად. ყურადღება, ფრთხილად, ყურადღება, ფრთხილად. ნახეთ ის პირდაპირ დარბის ირგვლივ, ყურადღება, ფრთხილად. ნახე. ყურადღება, ისე უბნება ამ ქალებს და ნახეთ, ის ურტყამს ამ ქალს და ყვირის, ეხა ყვირის. საინტერესოა რომ ის არ ყვირის პოლიციისთვის. გამოიძახეთ პოლიცია, ის ყვირის რომ გააფრთხილოს. და მგონია რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, თუ როგორ რეაგირებს ფრანგული პოლიცია ასეთ შემთხვევებზე, რომლებიც ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება საფრანგეთში. და როგორც თქვით, ფრანგები აცნობიერებენ რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ მოусმინეთ რას ამბობს ეს შეშლილი კაცი თავდასხმის შემდეგ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და pushback-ში. მე მეირაკეი ვარ, თქვენ წამყვანი. საკმარისია. მართლა საკმარისად გქონდა. და თუ თქვენს გეყოთ მედიის ტყუილები და ამ სიგიჟის ზრდა, მაშინ თქვენ იპოვეთ თქვენი ხალხი. ასე რომ აუცილებლად დააჭირეთ გამოწერის ღილაკს და დაელოდეთ ძალიან საინტერესო განცხადებას. საფრანგეთი ახლა იღებს სერიოზულ მკვეთრ ზომებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რადგან ხალხი აცნობიერებს, რომ ის ნაგავი, რასაც აჯმევდნენ, რეალური არ არის და ისინი რასისტები არ არიან. თუ ისინი უბრალოდ აღარ იღებენ ამ ადამიანებს, אז თითქოს უკვე აღარ არის სიმართლე, მაგრამ უბრალოდ მოусმინეთ რას ამბობს ის. ნუ შეგაშინდებათ. აქ პოლიცია არ არის. ალახმა მიბრძანა რომ ამ ადამიანებს დავრეოდი. ალახმა მიბრძანა. კიდევ ერთხელ მოусმინეთ. ნუ შეგაშინდებათ. აქ პოლიცია არ არის. პოლიცია არ გვაინტერესებს. პოლიცია აქ არის. აქ პოლიცია არ არის. პოლიცია აქ არის. არ შეგაშინდეს. აქ პოლიცია არ არის. შეეშინდი. აქ პოლიცია არ არის. ეხლა არ ვიცი ფსიქიკურად ჯანმრთელია თუ არა. ჩემი აზრით, ვინც ისლამისტურ რადიკალურ სიგიჟეს უჭერს მხარს, ფსიქიკურად არაჯანსაღია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხედავთ კადრებს, ხედავთ დანებს, ხომ ასეა? ორი დანა, რომელსაც ის ქუჩაში იქნევდა. და ისიც გესმით, როგორ ამბობს. ალლაჰმა მითხრა, ეს გამეკეთებინა. ანუ ინფორმაცია რაც მოხდა. პარიზის პოლიციამ ეჯმიტანილი დააკავა მას შემდეგ, რაც 3 ქალი დაშავდა. აქ არ წერია რომ ერთ-ერთი მათგანი ორსული იყო, ასე რომ შესაძლოა ეს უბრალოდ სიახლეში წავიკითხე და სიმართლე არ იყო. იმედია ასეა, რადგან მართლა არ გინდა რომ ორსული ქალი იყოს. არც ერთი ქალი არ უნდა იყოს, მაგრამ განსაკუთრებით ის, ვინც სიცოცხლეს ატარებს, ეს საშინელებაა. როგორც არ უნდა იყოს, ფრანგმა პოლიციამ ორშაბათს ერთი კაცი დააკავა მას შემდეგ, რაც მან პარიზის ჩრდილოეთით 3 ქალი დანებით დაარტყა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაცმა 3 ქალს, რომლებიც 19, 24 და 36 წლისები იყვნენ, 2 სამზარეულოს დანით დაესხა თავს და 2 მათგანი მძიმედ დაჭრა. სამსახურიდან თავისუფალმა პოლიციელმა ორშაბათს ეს კაცი დააკავა მას შემდეგ, რაც მან სავარაუდოდ კი არა, ნამდვილად ჩვენს ნახეთ, 2 სამზარეულოს დანით 3 ქალს დაესხა თავს და დაჭრა. მინისტრმა და პოლიციამ განაცხადეს, რომ ეჭმიდანილის ვინაობა და მოტივი მაშინვე ცნობილი არ იყო, თუმცა ისინი მაშინვე გახდა ცნობილი, როცა მან თქვა, ალლაჰმა მაიძულა ეს გამეკეთებინა. ეს ძალიან ნათელია. მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიცია ამას ვერ გაავრცელებს. ეს ხომ მათ რასისტებად გამოაჩენდა, არა ძვირფასო. 3 ქალი 19, 24 და 36 წლის თავადმყოფოში გადაიყვანეს, ამის შემდეგ დაახლოებით 11:30 საათზე. ასე რომ შენ პირდაპირ დილას ეირნებამ ულამაზეს უბანში პარიზში და ეს ფსიქოპატი კაცი მოდის და იწყებს ადამიანებზე თავდასხმას. ეს არის ევროპის ახალი რეალობა. ორს მძიმე დაზიანებები აქვს, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. ერთს ქვედა ზურგში დაარტყეს, მეორეს მუცელში. არ არის ნათელი ეს ადამიანი იყო თუ არა ორსული ქალი, თუ ეს უბრალოდ ჭორი იყო. ბიჭებო, რატომ ამბობ რომ არ არის ნათელი? ხო, იმიტომ რომ ეს ფაზა გვაჩვენებს, რომ ეს რეპორტაჟი მიგერძოებულია და არა ზუსტია. ეს არ არის ზუსტი. ეჭმიტანილის ვინაობა და მოტივი მაშინვე არ იყო ცნობილი. მისი მოტივი კი მაშინვე იყო ნათელი. და შეიძლება არ უნდათ, რომ სიტუაცია უფრო მძიმე გამოჩნდეს იმის თქმით, რომ ის ქალი ორსული იყო. ან იქნებ უბრალოდ არ იყო ორსული. ჩრდილო-დასავლეთის რაიონის მერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 3-დან 1 ქალი ორსული იყო. აი ხომ ხედავ, მართალი ვიყავი. ხედავ, ეს შემთთვის სათაუში უნდა ეწაროს. პარიზის პოლიციამ ეჯმიტანილი დააკავა მას შემდეგ, რაც 3 ქალი ერთ-ერთი ორსული დაშავდა, რადგან ეს გაჩვენებს, რამდენად მძიმეა სიტუაცია. მისი მოტივი იყო. ალლაჰმა მითხრა, რომ ეს გამეკეთებინა. ეს ყველაფერი წინახაზზე უნდა ყოფილიყო, თუ მედია მართლაც ზუსტ ინფორმაციას აწვდიდა.
ნინა ამბობს, რომ ეჭვმიტანილი დააკავა სამსახურიდან თავისუფალმა პოლიციელმა. წყაროს თქმით, ოფიციანტი იმ დროს ჭურჭელს რეცხავ დაუდა. მამაკაცი 2 დანით და 3 ადამიანთან ერთად გაიარა. შემდეგ ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც პატარა ჩემოდანი ეჭირა, ზურგიდან დაარტყა და ძირს დასცა. ეს კაცი გმირია. რა ქვია მას? როგორ უნდა ვიზა იმოთ მისი გმირობა? შემდეგ ახლომდებარე რესტორანის ოფიციანტმა მასზე სკამი დაადო. ეჭვმიტანილი გაუგებარ განცხადებებს აკეთებდა. ნინა კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ნაადრევი დასკვნების გაკეთება მისი მოტივების შესახებ არ შეიძლება. ხომ ასეა? მართლა, გაუგებარი განცხადებები. მე საკმარისად კარგად მესმის, რომ ეს არისო გაუგებარი. თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც ისლამისტმა რადიკალმა შაბათს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დაქირავებული მინივენით პრაიდ პარადში შეიჭრა. ერთი ქალი დაიღუპა და 29 დაშავდა. რას გულისხმობ? რატო უნდა დააკავშიროთ ეს ორი შემთხვევა? რატო უნდა დააკავშიროთ ბერლინში ისლამისტური თავდასხმა? რატო? იმიტომ, რომ თქვენ გატყუებენ. და იცით რა, სულ უფრო მეტი ადამიანი დაიღალა ამით. ნახეთ ეს ვიდეო. მაგრამ უბრალოდ ამას ერთი წამით შეხედეთ და შემდეგ გადავხედოთ, რას აკეთებს პარიზი იმისთვის, რომ რაღაცები ცოტათი შეცვალოს. სალამუ ალეიკუმ. აქ არ იყოთ. ჰეი, აქ პოლიცია არ არის. ავე? სალამუ ალეიკუმ. ის ბიჭი ვინც ამბობს ასალამუ ალეიკუმს ამბობს არა ჩვენ საფრანგეთში ვართ. ბოდიში ამას აქ არ ვამბობ, ეს არ არის ის რასაც აქ ვამბობ. Vas-y, regarde, là cite-moi. Assalamu alaikum, ya kadmilero, ishtidan wallah. აქ. Tamponi. Un nords Franci assalamu alaikum. უბრალოდ assalamu alaikum. არა, მაგრამ რატო კი? კვირას მოლეკულაში არა, მე არ მინდა ყოველ შემთხვევაში. სუდადა არა, მაგრამ მართლა. აი ესე თუ მეტყვია სალამუ ალეიკუმ. იცი რა არის საოცარი ამ ვიდეოში? თუ დააკვირდები მას, ის მუდმივად უყურებს ფულს, რადგან ეს ფული მართლა ძალიან მაცდურია. მიზეზია, რატომაც ამ ვიდეოს Fold X-ზე 7.4 მილიონი ნახვა აქვს. ეს მისთვის მაცდურია, ეს ძალიან ბევრი ფულია. მისთვის რთულია უარის თქმა, მაგრამ ის ფიქრობს, იცი რა, მართლა ძალიან დავიღალე ამით. მე მაქვს ჩემი ღირებულებები, ამას არ ვიტყვი. ეხლა არის თუ არა ეს ვიდეო დადგმული იმისთვის, რომ რაღაც აზრი გადმოსცეს. ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი აზრი აქ ნათელია. იმის გარდა რომ ისლამისტები ყველგან ცდილობენ გაანორმალონ ის, რასაც ამბობენ და როგორ ამბობენ და სთავაზობენ ფულს ადამიანებს, რომ უბრალოდ მიიღონ ეს, რაც პირდაპირ არის მცდელობა, როგორ თქვა. არა, არ გულისხმობ ვინმესთვის რაღაცის წართმევას. როგორც იყოს, ფულით ცდილობენ ადამიანების манипуლირებას. ამისთვის არსებობს კონკრეტული სიტყვა, როგორც არ უნდა იყოს. აი თუ მეტყვია სალამუ ალეიკუმ, მე კარგია. საფრანგეთში ვართ აქ. რას ნიშნავს საფრანგეთში ვართ? უნდა იამაყო რომ საფრანგეთში ხარ. აქ სალამი არ არის. რას ამბობ? აქ სალამი არ არის. მაგრამ რატომ? იმიტომ რომ საფრანგეთში ვართ. ამიტომ არ მაქვს უფლება ვთქვა ასალამუ ალეიკუმი. ხო, რატომ? საფრანგეთში ვართ, სალამი აქ არ არის მიღებული. რაც გულისხმობ. ყველა ადამიანი, ვინც გეუბნება ასალამუ ალეიკუმს, თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს? ხო, ეგა. უნდა დაბრუნდეს შენს ქვეყანაში წინამდვილეში. აქ სალამი არ არის. ასალამუ ალეიკუმი. ასალამუ ალეიკუმი. არა. ეს ბიჭი კარგად აღზრდილ, კარგ ბიჭად გამოიყურება. და ის ფაქტი, რომ ზადაა ეს თქვას, ადრე ოდესღაც მას უკიდურესად რასისტად ჩათვლიდნენ და როგორ გაბედა. და თქვენ არასოდეს იცით რა შედეგები მოხდება ამ ვიდეოს გავრცელებას თუ ის გაათავისუფლეს. ჯერ არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ, ღმერთო გთხოვ, მაგრამ რასაც აქ ხედავთ, ეს არის ცვლილება. ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ ჩვენ იცით, ჩვენ მართლა დავიღალეთ ამით. მოდით უყუროთ ამას. ძალიან მოთმინებით, ძალიან გააზრებულად, გრძელვადიანი თამაში საფრანგეთის შიგნით. არა სეპარატიზმის გზით, არამედ რაღაც ბევრად უფრო დახვეწილი გზით. სკოლებში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და მეჩეთებში შეღწევა, ფრანგული ინსტიტუტების შიგლიდან გარდაქმნა, უბან-უბან. ეს არის სისტემა, რომელსაც მუსლიმთა საძმო იყენებს საფრანგეთის ხელში ჩასაგდებად. წლების განმავლობაში ფრანგული მთავრობა უბრალოდ თვალს ხუჭავდა ამაზე, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. საფრანგეთმა ახლახან ისეთი რამ გააკეთა, რაც შოკის ტალღებს ავრცელებს ევროპაში არსებულ ყველა ისლამისტურ ქსელში. და ჩვენ გავიგებთ, როგორ აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი ძალიან მსგავს რამეს აქ, საკუთარ ქვეყანაში. დასავლეთი იღვიძებს და ძლიერად პასუხობს. ჰეი მეგობრებო, ეს მე ვარ დოქტორი სტივი, თქვენი მომწმენი პროფესორი, რომელიც აქ არის, რათა დაგეხმაროთ ყველაფრის გაგებაში. მაგრამ რაც რამდენიმე კვირის წინ მოხდა, სულიად სხვა დონეა, რადგან ამჯერად საფრანგეთმა უბრალოდ მეჩეთი არ დახურა ან ტანსაცმელი არ აკრძალა. საფრანგეთმა სტრატეგიას სახელი დაარქვა. და შემდეგ საფრანგეთმა ეს სტრატეგია დანაშაულად აქცია. გასული წლის მაისში 73 გვერდიანი საიდუმლო ანგარიში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მაგიდაზე აღმოჩნდა. მისი სათაურია მუსლიმთა საძმო და პოლიტიკური ისლამი საფრანგეთში. და რაც ამ ანგარიში იყო, აბსოლუტურად სკანდალურია. ანგარიში საფრანგეთში 139 მეჩეთი იყო იდენტიფიცირებული, რომლებიც მუსლიმთა საძმოსთან იყო დაკავშირებული. კიდევ 280 ასოცირებული ორგანიზაცია განაწილებული იყო სკოლებში, საქველმოქმედო ორგანიზაციებში, სპორტულ კლუბებსა და საზოგადოებრივ გაერთიანებებში. ჩვენ ერთხელ თქვით, ეს მილიონჯერაც გვითქვამს, ეს სტრატეგია, ეს უბრალოდ შემთხვევითობა არ არის, რომ ეს ადამიანები შემოდიან. არა, ისინი ამას სტრატეგიულად აკეთებენ. და საფრანგეთი აცნობიერებს, რომ თუ გინდა მათთან გამკლავება, ამ გზით ამას ვერასდროს შეძლებ. უნდა გაიგო, რატომ აიღეს მათ კონტროლი, როგორ აკეთებენ ამას. და ეს ხდება მათი სტრატეგიის შესწავლით, რომელიც სხვათა შორის საკმაოდ აშკარად აქვს დაწერილი. მისი პოვნა მარტივია.
საფრანგეთში მეჩეთების ყოველი 10-დან 1 მუსლიმთა საძმოს გავლენის ქვეშ მოქმედებდა. და ანგარიში გამოიკვეთა რაღაც, რასაც მესამე საფრთხეს უწოდებდნენ. უფრო საშიშს, ვიდრე ღია სეპარატიზმი, რადგან ეს უმეტესობისთვის უხილავია. ამას ენტრიზმს უწოდებდნენ. რესპუბლიკური ინსტიტუტების, სკოლების, ადგილობრივი ხელისუფლების, საჯარო ორგანოების განზრახ კოორდინირებული შეღწევა არა მათი აფეთქების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ ისინი ჩუმად კანონის ფარგლებში შიგნიდან შინაგანად გარდაქმნან. ანგარიში აღწერილი იყო ფენომენი, რომელსაც მუნიციპალურ ისლამიზმს უწოდებდნენ. სტრატეგია, რომლის მიხედვითაც კანდიდატებს აკენებდნენ ადგილობრივ საბჭოებში, სკოლების მმართველობებში და სამეზობლო ასოციაციებში. ინსტიტუციური ნდობის პოზიციების მოპოვება და შემდეგ ამ პოზიციების გამოყენება დაფინანსების გადამისამართებისთვის, სასწავლო პროგრამების ფორმირებისთვის და თანდათან ისლამური კანონმდებლობის ფრანგულ კანონმდებლობასთან ერთად ნორმალიზებისთვის. ასე ხდება ეს, ხო ასეა. და სწორედ ამიტომ მედია არ ამხელს ამას ისე, როგორც უნდა გააკეთოს, რადგან მათ შეძლეს ყველა სხვადასხვა სისტემაში შეღწევა ისე, რომ არსებობს სენსიტიურობა და ერთიანობა იმ დროს, როცა ისინი უბრალოდ გეგმავენ ყველაფრის ხელში ჩაგდებას. პარიზის ზოგიერთ გარეუბანში და ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ლიონი და სტრასბურგი, ეს თეორია არ არის. ეს უკვე ხდება. და აი რა ხდის ამას სტრატეგიულად საგანგაშოს. საძმო არაფერს აკეთებს უკანონოს. თქვენ საპენსიო დანაზოგს ღირებულების დაკარგვის საშუალებას აძლევენ. წლების განმავლობაში ისტებლიშმენტი გვეუბნებოდა, რომ სისტემას უნდა ვენდოთ, ხომ ასეა? იმუშავეთ ბევრი, შეინახეთ ფული და ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სწორედ ის ადამიანები, ვინც მართავენ სისტემას, არიან ისინი, ვინც თქვენ სიმდიდრეს ინფლაციით აუფასურებენ. სწორედ ასე ხტოვებენ ისინი დამოკიდებულს. აღარ არის ასე. ეხლა უკვე დანაშაული იქნება ფრანგულ ინსტიტუტში, სკოლაში, ქალაქის საბჭოში ან თუნდაც მეჩეთში შეღწევა. ასამბლეის პრეზიდენტი მაკრონი სურს, რომ ზაფხულის ბოლომდე მის მაგიდაზე იყოს კანონპროექტი ხელმოსაწერად. მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ოფიციალურად უკანონო იქნება ენტრიზმით დაკავება, რაც ნიშნავს, რომ ფრანგული ინსტიტუტების გამოყენება თავად საფრანგეთის წინააღმდეგ იარაღად უკანონო გახდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა დასავლეთის ისტორიაში, როცა მთავრობა პირდაპირ შეხედავს მუსლიმთა საძმოს, ხმამაღლა დაასახელებს მათ შეღწევის სტრატეგიას და შემდეგ იტყვის: "ხვის, აქ არა." აგარ. კარგი, ეს არის გეგმა. ამას ცდილობენ. ისინი ცდილობენ მიიღონეს კანონმდებლობა, რომ ფაქტობრივად შეაჩერონ ესეთი შეღწევა და ეს აღარ იყოს შესაძლებელი. თუ შეგნებულად ორგანიზებ კამპანიას ფრანგული ინსტიტუტის, სკოლის, ადგილობრივი საბჭოს ან საჯარო ორგანოს შიგნიდან ძირის გამოსაცდელად, ახლა ამის გამო შეგიძლია მინიმუმ 5 წლით ციხეში მოხვდე. და 2026 წლის 5 მაისს ფრანგმა სენატმა ამ კანონპროექტს ეკენჭი უყარა და ის დიდი უმრავლესობით მიიღეს 208 ხმით 124-ის წინააღმდეგ. ახლა ის ეროვნულ ასამბლეაშია. პრეზიდენტი მაკრონი უნდა რომ ზაფხულის ბოლომდე ეს კანონპროექტი მის მაგიდაზე იყოს ხელმოსაწერად. ასე რომ არსებობს კანონპროექტი, რომელიც უკვე მიღებულია და რომელიც ფაქტობრივად ამ ტიპის შეღწევას უკანონოდ აცხადებს. იმუშავებს ეს ამ ეტაპზე? ალბათ არა, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია. დოქტორმა სტივ თელიმ თქვა, რომ ეს ევროპაში პირველად ხდება. არა, თუ დანიის მაგალითს შევხედავთ, ისინი მიზანმიმართულადაც ებრძვიან ამ პრობლემას. და კიდევ ბევრი სხვა ქვეყანაა, რომელიც ცდილობს გაიგოს მუსლიმთა საძმო და მასთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი ის არის, რომ ორსული ქალი ციხეშია. არა ციხეში, არამედ საავადმყოფოში, რადგან ეს ყველაფერი დროულად არ გაკეთდა. რადგან ისინი მზად არ იყვნენ ნიშნები წაეკითხათ. ისინი უკვე 50 წელია ცდილობენ საფრანგეთში შეღწევას. და რომ ფრანგულ მთავრობას უბრალოდ შეეწყვიტა ამ ფარსის თამაში, თითქოს ყველაფერი კარგადაა და თითქოს ისინი რასისტები არ არიან, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად ემუშავათ ამ პრობლემაზე როგორც საჭიროა, ეს ყველაფერი შეიძლებოდა დასრულებულიყო. ყველაფერი შეიძლებოდა ძალიან დიდი ხნის წინ შეჩერებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ ფრანგული მთავრობა ასე არ მოქცეულა. თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის.